მშვიდობის სამეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. გუშინაც მოგილოცეთ და დღესაც ყველა ქალბატონს გილოცავთ 8 მარტს ქალთა დღეს. იყავით ლაღები შინაგანად და ჰარმონიულები. როდესაც შინაგანი სამყარო დარეგულირებული და დაბალანსებული აქვს ადამიანს, ის ძალიან ხშირად გრძნობს ბედნიერებას. ამიტომ პირველ რიგში გისურვებთ შინაგან ბალანსს და ჰარმონიას. დავიწყოთ ჩვენი გაშლა. და დღეს ვაპირებ ასეთ თემაზე გავშალო. გავიგოთ ჯერ რა ენერგიებში იმყოფებით ახლა თქვენ და შემდეგ ორშაბათიდან ერთი კვირის მანძილზე რა შემოვა სიახლე თქვენს ცხოვრებაში. აი ეს გავშალოთ დღეს. მეგობრებო, შეგახსენებთ ასევე, ჩემთან მიმდინარეობს ფასდაკლება 100 ლარიან გაშლებზე, ანუ 100 ლარიანი გაშლა მოიაზრებს სხვადასხვა საკითხზე გაშლას. ძირითადად 60 ლარიანი გაშლა არის ერთ საკითხზე, ხოლო 100 ლარიანი არის ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერ ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე გაშლა. და ეს 100 ლარიანი გაშლა იქნება 80 ლარად. შეგიძლიათ დამისვათ ნებისმიერი კითხვა ცხოვრების რომელიც სფერო დაეძგნებავთ იქიდან. ეს იქნება პირადი ურთიერთობები, კარიერა, ფინანსები, ნებისმიერი რამ, რაც გნებავთ. 80 ლარად იქნება ესეთი გაშლა. დავიწყოთ. კონცენტრირდით საკუთარ თავზე, არაფერი არ ჩაიფიქროთ, არავინ და არაფერი და გავიგოთ ახლა, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, რა ენერგიებში იმყოფებით აი ახლა. ახლა ვინც მიყურებთ მეგობრებო, იცით როგორ სიტუაციაში ხართ, თითქოს რაღაცა ფონი როგორია, იცით ეს გავასწორო კამერა უფრო უკეთესად რომ დაინახოთ. ფონი გაქვთ ისეთი, რომ აი თითქოს რაღაცა საკითხთან დაკავშირებით ინტუიცია, რასაც კარნახობთ, ეს თითქოს სიმართლეა და ის ყველაფერი რაღაცა სრულ დასრულდა თქვენს ცხოვრებაში, რაღაცა დაფარული იყო, ვიღაცასთან ეს რეზონირდება, აი რაღაცა დაფარული იყო, ეს დასრულდა და საკმაოდ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა ამ ყველაფერმა, თქვენმა ცხოვრებამ, თქვენმა რეალობამ, აი რაღაც ან უკვე ხართ აი ამ ეტაპზე, ჯერ თუ არ მომხდარა თქვენს ცხოვრებაში აი ესეთი რაღაცა, უკვე რაღაც ინტუიციად კარნახობთ აი ამ ყველაფერს წინასწარ, რომ ძალიან ბევრი რამე შეიცვლება. ვისთან რომელ სფეროში ესე ვერ დავაზუსტებ, მაგრამ ზოგადი ფონი უმეტესობასთან არის ასეთი, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ და აი ესეც მიჩვენებს ზუსტად აი ამ სიტუაციას, რომ რაღაცა გაურკვევლობა, დაუბალანსებელი სიტუაციები, სადაც იყო აი რაღაცა ვერ გქონდათ გადაწყვეტილი, მეგობრებო, აი ამას გადაწყვეტის პროცესში ხართ, არიცით თითქოს რომელია უფრო მეტად უკეთესი სამართლიანი თქვენთვის, ხო? და აი იმას, რასაც გადაწყვეტ თქვენ თვითონ, ჯერ ასევე ვიტყვი იმას, რომ აი ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ჭირდება რაღაცის მოფიქრება კი არა, რა თქმა უნდა, ფიქრიც, მაგრამ აი პირველ რიგში ქმედება, მეგობრებო, აი რაღაცას რომ გადაწყვეტავთ, ეს თქვენი ქმედებით უნდა დააზუსტოთ, თითქოს დაადასტუროთ და ეს ყველაფერი ძალიან დიდ ტრანსფორმაციას გამოიწვევს თქვენში. თუ უკვე არ ხართ აი ამ ენერგიებში, ძალიან მალე იქნებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვიღაცებთან უკვე დაწყებულია აი ესეთი სიტუაცია, რაღაც ორჭოფობა, დაუბალანსებელი სიტუაცია,
გადაუწყვეტლობა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. აი ესეთ ენერგიებში იმყოფებით ახლა, შინაგანად გრძნობთ აი ამ ყველაფერს და ვინც ხართ აი ამ მდგომარეობაში, შეგიძლიათ გააგრძელოთ, უყუროთ. პრინციპში ყველა შეგიძლიათ ყურება, რადგან აი ერთი კვირის პროგნოზში შეიძლება სათქმელოდაც ამოვიდეს რაღაცა მინიშნებები. ძირითადად უფრო აი ასეთი ენერგიის ადამიანებზე იქნება გაშლა, რაც ახლა თქვი. კარგი, მოდი გავიგოთ, რას მოგიტანთ აი ეს ერთი კვირა ორშაბათიდან კვირის ჩათვლით. აი ახლა ხვალინდელი დღიდან ერთი კვირა რას მოგიტანთ სიახლეს. საინტერესოა, მეგობრებო. აქ პირდაპირ მნიშვნელობით, აი ორშაბათიდან დავიწყებ, რაღაც ეგ მომენტია, რაღაცა ახალი იწყება თქვენს ცხოვრებაში. თან საკმაოდ მოულოდნელი იქნება ეს თქვენთვის, რადგან სიტუაცია, რომელიც დაიძვრება, ასე ვთქვათ, საკმაოდ დიდი ხანი შეიძლება გაჩერებული იყო. ეს რაც შეეხება სიტუაციას, მაგრამ შეიძლება ვიღაცებთან რეზონირდეს ისე, რომ კონკრეტული ადამიანი, რომელიც გაჩერებული იყო და არაფერს მოქმედებდა, ეს ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღებს და რაღაცა მას იზავს, აი რაღაცა საუბარი შედგება თქვენს შორის, რაღაც ესეთი დაბალანსდება თქვენს შორის, მოკლედ რა, აი ესეთი სიახლე შემოდის ორშაბათიდან ერთი კვირის მანძილზე თქვენს ცხოვრებაში, ვისაც გაქვთ აი ამ მოლოდინი, ვინმესი, ან რაღაცა კონკრეტული სიტუაციის, რომელიც არ იძროდა და არაფერი არ ხდებოდა ამ სიტუაციაში, აუცილებლად დაიძვრება და რაღაცა ბალანსამდე მიხვალთ. ეს ზუსტად შეიძლება ეხებოდეს იმ საკითხს, რა ენერგიებშიც ახლა თქვენ იმყოფებით, იმიტომ რომ რაღაც თითქოს იმის გამოძახილია, იმიტომ რომ აი ეს რაღაც გადაუწყვეტლობა რომ გაქვთ, მეგობრებო, ეს შეიძლება პირდაპირ თქვენზეც რეზონირდეს, იმიტომ რომ თქვენ გადაწყვეტოთ, მიხვდით, აი წეღან რა ენერგიებზეც ვისაუბრე, რომ ჩამოუყალიბებლობა რაღაცის დისბალანსი, ხო, გაქვთ აი ახლა ესეთ ენერგიებში იმყოფებით. ორშაბათიდან ზუსტად ის აი ტარო მაჩვენებს იმას, რომ ორშაბათიდან იმ ერთი კვირის მანძილზე ეს სიტუაცია დაიძვრება და რაღაც ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რაღაც შეთანხმება მოხდება ნამდვილად. და კიდევ რაც წეღან თქვი ის ვარიანტიც, რომ ადამიანი, რომელიც არაფერს არ მოქმედებდა, შეიძლება ამ ადამიანმა მიიღოს რაღაცა ტიპის გადაწყვეტილება და დაიძრას და მოქმედებაში მოიყვანოს თავისი თუნდაც საუბარი. შეიძლება მხოლოდ საუბრობდა და არ მოქმედებდა და აი ახლა რაღაცა გადაწყვეტილება მიიღოს და იმოქმედოს. კი ბატონო. ხო, აი ფონადაც გაჩვენებთ მაინც ფონიც ისეთი არის ახლა თქვენ ცხოვრებაში, რაც წეღან აღნიშნე, საკმაოდ ისეთი ემოციური, ცოტა კი არა და ხუთიანის თასები საკმაოდ დეპრესიული არკანია და რაღაც ის მოლოდინში ხართ, უყურეთ აქ ხუთიანის თასები საკმაოდ ისეთი რაღაც სიხარცდაელო და შეიძლება ვიღაცის მოლოდინშიც ხართ, ან რაღაც სიტუაციის მოკლედ და ეს ყველაფერი საკმაოდ დადებითად დასრულდება ამ ერთი კვირის მანძილზე. ნუ ან დასრულდება, ან გაგრძელდება, ყოველ შემთხვევაში აი ამ რაღაც დისბალანს სიტუაციას, რომელიც ახლა გაქვთ, გაურკვეველი და ჩამოუყალიბებელი, აუცილებლად დადებითი შედეგები ექნება და ან ჩამოყალიბდებით მოკლედ და კმაყოფილი იქნებით ნამდვილად. შედეგით. კარგი. კიდევ რას მოგიტანთ აი ეს ერთი კვირა ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, ჩემი ახალი ყვავილი. ძალიან მომწონს აქ ხელნაკეთი ნივთები და ეს აღმოჩინე დღეს ადამიანი, რომელიც თვითონ ამზადებს და გარეთ ყიდის ძალიან ვაფასებ ასეთ ხალხს რაღაცნაირად.
ალბათ ისეთი მომენტიც მაქვს შეცოდების თან, მაგრამ თან პლუს ძალიან მიყვარს ადამიანები, რომლებიც თავიანთი ხელით ამზადებენ ნივთებს. და ეს აუცილებლად უნდა შემეძინა. ვერ გავივლიდი ისე. ძალიან მომწონს. თან სპეციალურად ხელოვნური ყვავილებით ავარჩიე, რომ მუდმივად მქონდეს და არ დაჭკნეს. ძალიან საყვარელია, ჩემი აზრით. ვნახოთ აბა კიდევ რას მოგიტანთ ეს ერთი კვირა, ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, რა სიახლე შემოვა თქვენს ცხოვრებაში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. მეგობრებო, აი აქ იცით როგორი სიტუაცია არის? ვიტყოდი, რომ ეს პირდაპირ შეიძლება ეხებოდეს ურთიერთობებსაც, ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი, მაგრამ უყურეთ რა ხდება. რაღაცა ახალი იწყება თქვენს ცხოვრებაში, აი ორივე რამდენჯერაც წელს გავშალ ტუზით დაიწყო, ახლაც თასების ტუსი და საკმაოდ რაღაცა ისეთი კარგი კვირა გელოდებათ, მეგობრებო, ამ ორშაბათიდან. რაღაცა სიახლეების კვირა იქნება ნამდვილად და სიტუაცია წარსულის სიტუაცია ვფიქრობ, იმიტომ რომ უყურეთ სიტუაცია, სადაც გაციებული იყავით თქვენ, არ მოქმედებდით, უფრო გონებით უყურებდით უკვე ამ სიტუაციას, ხო? აი ეს ყველაფერი უფრო მეტად ეს წარსულის სიტუაცია, ასე ვიტყვი, უფრო მეტად გადავა რაღაცა სტაბილურობაში. ასევე დავამატებ იმას, რომ წარსულის სიტუაცია, რომელიც ბოლომდე გარკვეული არ იყო, რაღაცა დაფარული იყო, თქვენ საკმაოდ ინტუიციური ადამიანი ბრძანდებით და ამას შინაგანად გრძნობდით. შეიძლება ეს თუ ურთიერთობებს ეხება, შეიძლება უბრალოდ იმიტომ გაწყვეტეთ ურთიერთობა ადამიანთან, რომ ინტუიციურად რაღაცას გრძნობდით შინაგანად და ამას ვერ ამტკიცებდით თქვენ თვითონ, მაგრამ აი ამ ყველაფერმა, აი ამ შინაგანმა ეჭვმაც კი არ ქვია ამას, ეჭვი კი არ იყო, ინტუიცია უბრალოდ დაუდასტურებელი და თქვენ ამ ყველაფერმა საკმაოდ აი დისტანცია მოგიტანათ რა ამ ადამიანთან, დისტანცია დაიჭირეთ, ან ესე პირდაპირ უთხარით, რომ კარგად იყავით, ან რა, ყოველ შემთხვევაში ეს სიტუაცია თქვენ საკმაოდ ისეთი ადამიანი ხართ, გამოცდილი პიროვნებები მიყურებთ ურთიერთობებში და ზოგადადაც აი ისეთი ანუ ახალბედა პატარა გოგო ან ბიჭი არ ხართ რა, ანუ ისეთი ჩამოყალიბებული ზრდასრული ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ვიტყოდი ურთიერთობებში განსაკუთრებით, იმიტომ რომ დააჭკუა ნასწავლი, ასე ვთქვათ რა, ისე ილუზიებში არ დაფრინავთ რაღაცნაირად და თქვენ ეს წარსულის სიტუაცია თითქოს აი ამ თქვენმა საქციელმა, ამ თქვენმა ინტუიციამ და შემდეგ გაციებამ და თუნდაც დამშვიდობებამ ამ კაცს თითქოს ესე ამ ადამიანის, თქვენი ადამიანის შერყევა გამოიწვია, თითქოს თავში ყურეთ როგორი ხმნების მე დედოფალი ყავს აქ, თითქოს ისე ჩაარტყეთ თავში, რომ აი გამოაფხიზლეთ რაღაცნაირად და ამ მოკლედ ეს სიტუაცია თქვენს ხელში გადმოდის რა, აი თქვენ მართავს თითქოს აი ამ სიტუაციას და თითქოს ბრუნდება თქვენს ცხოვრებაში ეს იგივე სიტუაცია, აქ კონკრეტული ადამიანი არ მიჩანს მართალია, მაგრამ სიტუაცია ბრუნდება, წარსული რაღაც გრძნობები ისევ, მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს საკმაოდ მართავთ უკვე, აი და თქვენი პოზიცია გიჭერიეთ და უკვე ამოდიხართ იმპერატრიცას პოზიციაში, რაც უკვე სერიოზულობას ნიშნავს უფრო მეტად და შეიძლება ანუ ამ ადამიანმა რაღაცა ტიპის გადაწყვეტილება, უფრო მეტად სერიოზული გადაწყვეტილება მიიღოს თქვენთან დაკავშირებით, რადგან თქვენმა ამ საქციელმა, რაც მასთან გააკეთეთ, ხო, გამოაფხიზლა ეს ადამიანი. და ახლა ეს ურთიერთობა თითქოს თქვენს ხელშია, თქვენ მართავთ.
როგორც თქვენ გადაწყვეტთ, ისე იქნება. თითქოს აი ეს სიტუაცია გაქვთ. თუ ეს ურთიერთობებს არ ეხება, მაშინ ზოგადად რომ ვისაუბროთ, არის ისეთი სიტუაცია, სადაც თქვენ ისევ და ისევ დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი საკმაოდ კარგად მართავთ რაღაც თუნდაც თუ ფინანსებს ეხება და რაღაც ბიზნეს მართავთ ან ნებისმიერ რაიმეს თუ ოჯახს ეხება, აი თითქოს ოჯახის მართვა თქვენ აიღეთ ხელში და ძალიან კარგად გამოგდით ეს ყველაფერი, ხო? აი თქვენ ხართ რაღაც მთავარი პიროვნება, ადამიანი ინტუიციური, ძლიერი, შინაგანი მდგომარეობა გაქვთ, გაძლიერებული ხართ შინაგანად და აი თითქოს იცით როგორი ენერგია მომდის, აი დაუმარცხებელის, ხო, აი ესეთი ენერგიებით იქნებით აი ამ ერთი კვირის განმავლობაში. კარგი. ყველაზე კარგი ამ ვარიანტში რაც არის, პირველ რიგში რასაც ხას გავუსვამ, არის ის, რომ თქვენ გამოცდილება რაღაცა, აი ამ გამოცდილებებიდან ბევრი რამე გაქვთ ნასწავლი, წარსულის გამოცდილებებიდან და აი რაღაც პატარა გოგოს დავით ილუზიებში არ დაფრინავთ და უფრო მეტად რეალური გახდით, რეალისტური, აი თითქოს მიწაზე უფრო მყარად გახართ. ახლა კიდე გავიგოთ, კიდევ ერთხელ ვიკითხავ. თუ ვინც პირველად მიყურებთ, მეგობრებო, გეტყვით თქვენს გასაგრად ვიტყვი, რომ არ მაქვს ვარიანტები, მაგრამ ესე რამოდენიმეჯერ ესე ვკითხულობ ხოლმე ერთი და იგივეს და თქვენთან რომელიც რეზონირდება, მიიღეთ ის. მოკლედ, რას მოგიტანთ აი ეს ერთი კვირა ორშაბათიდან კვირის ჩათვლით? რა სიახლე შემოვედ თქვენს ცხოვრებაში? ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ? აი აქ მეგობრებო, რაღაც ის იცით რა მომენტი გაქვთ, აი რაღაცას ელოდებით, ფონი ზოგადი ესეთი გაქვთ, რაღაც ის მოლოდინში ხართ. შეიძლება არ დავაზუსტებ, ხა დავაკონკრეტებ ესე, რომ ადამიანის სიტუაციის, შეიძლება სიტუაციაც არის ეს ყველაფერი, იცით? უბრალოდ თქვენ რაღაცა გააკეთეთ შეიძლება და აი ამ ყველაფრის საზღაურს თუ პასუხს ელოდებით აი ამ ყველაფრისგან მოკეთ შედეგს უფრო სწორად და აი ასეთ მდგომარეობაში ხართ. მაგრამ ვიტყოდი იმას, რომ შეიძლება ცოტა ილუზიებში იყოთ, მეგობრებო, რაღაც საკითხთან დაკავშირებით ილუზიებში იყოთ და აი ამ ერთი კვირის განმავლობაში ხო, ილუზიებში ცოტა აგრესია წინ მიწევთ, მაგრამ მაინც გაქვთ ეს ილუზიური მდგომარეობა, აგრესიული, რაღაც შინაგანი განცდები და თითქოს მარტო გრძნობთ რაღაცნაირ თავს და საკმაოდ ისეთი ტრანსფორმაციული პერიოდი გაქვთ რა, აი ბევრი რო არ ვისაუბრო და ეს ყველაფერი სრულდება. აი ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენი აი ესეთი ტრანსფორმაციული პერიოდი, რასაც ეხლა გადიხართ, აი ამ ორშაბათიდან უკვე იგრძნობთ, რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ეს თქვენი ილუზიები, აგრესია, რაღაც საკითხთან დაკავშირებით მოლოდინი, ზოგადად მოლოდინს თან ახლავს აი ესეთი მდგომარეობა, ხო? მოლოდინში, როდესაც არის ადამიანი, უმეტესად მაინც შეიძლება ძალიანაც არ უნდოდეს, მაგრამ აი რაღაც ფიქრებში, ემოციებში ვარდება მაინც, ხო? მით უმეტეს თუ მისთვის სენსიტიურ საკითხზე არის ეს მოლოდინი და აი ეს ყველაფერი სრულდება აი ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში. და რას მიიღებთ, ხო, აი ამ კი სრულდება, ძალიან კარგია, მაგრამ ამ ერთი კვირის განმავლობაში კიდევ რას მიიღებთ, რა სიახლე შემოვა თქვენს ცხოვრებაში?
მეგობრებო, აი ის სიახლე ზუსტად რასაც ელოდებოდით, უფრო მეტად დასტაბილურდება, უფრო მეტად გამყარდება, შეიძლება ცოტა ბევრი მუშაობა დაგჭირდეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ნელ-ნელა განვითარდეს, მაგრამ აუცილებლად მიაღწევთ იმ შედეგს, რაც გინდათ, რადგან სამყარო სამართლიანად გამოგიგზავნეთ იმ შედეგს, რასაც იმსახურებთ აუცილებლად. თუმცა აი ამ ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ დიდი ტრანსფორმაცია დასრულდება და რაღაცა სიმყარეში გადახვალთ. თუმცა იგრძნობთ იმას, რომ იმ ყველაფერს, რასაც ელოდებით, რაღაცა შედეგი კი მოყვა, მაგრამ რაღაცა შედეგი არა, საკმაოდ სტაბილური შედეგი მოყვა, მაგრამ უფრო მეტისთვის აუცილებელია შრომა, თავდადებული შრომა, რასაც ქვია და ის რომ თქვენ კი არ გტანჯავდეთ უკვე ეს ლოდინი, უბრალოდ იცოდეთ, გაიაზროთ და გაითავისოთ ის, რომ იმ ყველაფერს, რასაც ელოდებით და რაც გინდათ რომ ასრულდეს, ასე უცებ არ მოხდება და დრო ჭირდება რაღაცას, დრო და მუშაობა ჭირდება იმას, რასაც გინდათ რომ მიაღწიოთ. აი ამ ყველაფრის ფონზე თქვენ საბოლოოდ აუცილებლად მიაღწევთ იმას, რასაც ფიქრობთ, რასაც ელოდებით ზოგადად. ვისაც გაქვთ აი ეს მდგომარეობა, რომ ხართ ამ წუთას ესეთ ენერგიებში ელოდებით, მოლოდინის რეჟიმში ხართ, იცოდეთ, რომ აი ესეთი ამ ერთი კვირის განმავლობაში გექნებათ ეს მდგომარეობა, რაღაცა ტრანსფორმაციული პერიოდი და შემდეგ აი ესეთი შედეგები, რაც ახლა ვთქვი. კი ბატონო, დავასრულოთ ახლა ჩვენი დღევანდელი გაშლა. 7 საღამოს გისურვებთ, მეგობრებო. ერთადერთი ჩემი გამოცდილებიდან, რასაც ვამბობ ხოლმე ზოგადად ყოველთვის არის ჩემი გამოცდილებით. ეს ზეპირად და დაზეპირებული თეორიებით საუბარი ამშვენია ზოგადად და ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა აი ამ ბოლოსთან დაკავშირებით, მეც მქონია ასეთი მომენტი ნამდვილად, რომ ძალიან რთულია რაღაცა უცებ რომ გინდა და გიწევს ლოდინი, ხო? მოლოდინის რეჟიმში ხარ სულ და რაღაცა ეს სულ სწრაფი ხდები თითქოს ადამიანი ამ დროს და ერთადერთი რაც გამოგვიყვანს აი ამ მდგომარეობიდან ის არის, რომ გააზრებულობა, სწორი გააზრებულობა, რომ რას მომიტანს აი ახლა ჩემი ეს მდგომარეობა გარდა იმისა, რომ მე ვიტანჯები, ხო? უცებ არაფერი არ შეიძლება მაინც, უცებ არაფერი არ მოხდება, მე გააზრებული მაქვს ის, რომ ამ ყველაფერს სჭირდება დრო და რაღაცა ესე გამწარებული მაინც ფიქრებში ვარ, მოლოდინის რეჟიმში ვარ და თავს ვერ ვიკავებ ხო ამ ყველაფრისგან. ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალი არის სწორი გააზრებულობა, რომ მე არაფერს არ მომიტანს ახლა ეს მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, ჯობია გავაგრძელო ჩემი საქმე, ჩემი ყოველდღიურობა, ან ის რისი გაკეთებაც მსიამოვნებს, რაც არის ჩემი საქმე, ვიზრუნო ჩემს მომავალზე, წარმატებაზე და გადავიტანოთ ფიქრი ამ ყველაფრისკენ და ის რასაც ველოდებით, შემდეგ შეიძლება ისე სწრაფად მოვიდეს უკვე, რომ აქეთ გაკურებულიც დავრჩეთ, რომ აი თურმე აღარ ვარ აი ამ ფიქრებში, აი ჩაციკლული მთელი დღის განმავლობაში და ამდენ დროს და ენერგიას აღარ ვაძლევ აი ამ მოლოდინის რეჟიმში ყოფნას, ის დღეები, ის თვეები ძალიან სწრაფად გადის და უკვე ვეღარ გრძნობ აი ამ დროის გაწელვას და იმას, რომ აი რამდენი ხანი ჭირდება იმ ყველაფრის ასრულებას და აღმოჩნდება ისე, რომ სხვა საქმეებიც მოასწარი გააკეთე და ის, რასაც ელოდებოდი, იმის დროც ძალიან მალე მოვიდა, იმიტომ რომ ჩვენ აღარ დავხარჯეთ და დავკარგეთ დრო, წუთები, დღეები იმის ფიქრში და მოლოდინში, რომ აი აბა როდის ასრულდება, როდის მოხდება, როდის რა იქნება. ასე რომ მეგობრებო, მთავარია სწორი გააზრებულობა და ყველაფერი ის, რასაც გულით ვინატვებთ და გვინდა, თავის დროზე ყოველთვის
გვექნება და მოვა. დაგემშვიდობებით ახლა. 7 საღამოს გისურვებთ დროებით. პირადი კონსულტაციისთვის დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 591-16 23-35. WhatsApp-ზე ან Viber-ზე. და გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, ბევრმა ადამიანმა ნახოს. დროებით.